მაგდა მოგესალმები კიდევ ერთხელ ჩვენ ახალ სივრცეში გადმოვინაცვლეთ, რადგან როგორც გავიგეთ, მესამე პავილიონის შიგნით სივრცეში ახალი სივრცე მოეწყო, რაც გამოფენა გაყიდვას ითვალისწინებს. აქ არის წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა მეწარმის მიერ შექმნილი ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები, ძირითადად მაგალითად თიხის ხელნაკეთი ნივთები, ჭურჭელი, კერამიკული სამკაულები და სხვა. აქ საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელი არის მოსული. ისინი ათვალიერებენ ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებულ სხვადასხვა ნივთსა და პროდუქტს და სურვილის შემთხვევაში ისინი შეიძენენ ხოლმე მათ. აქ საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელია, როგორც უკვე გითხარით და როგორც მეწარმეებმა ჩვენთან საუბრისას თქვეს, ისინი აცნობიერებენ ევროკავშირის მხარდაჭერის როლს და წვლილს მათი საქმიანობის განვითარებაში. ისინი მეწარმეები ასევე დამთვალიერებელს ხშირად აცნობენ მათი პროდუქტების, მათი ხელნაკეთი ნივთების წარმომავლობას, აცნობენ ასევე თავიანთ მცირე მეწარმოებას და სწორედ შეგვიძლია ახლა მეწარმეებისა და აქ მოსული ადამიანების კომენტარები მოვისმინოთ. სოციალური კონცეფციის მაღაზია ესკი უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე და ჩვენი საქმიანობით, ჩვენი შედეგებით ვცდილობთ წარმოვაჩინოთ და ქართულ ხალხს ვაჩვენოთ ის დადებითი სოციალური შედეგები, რაც ევროკავშირს აქვს საქართველოს სხვადასხვა სექტორის განვითარებაზე და მათ შორის, რა თქმა უნდა, სოციალური მეწარმეობის სექტორის განვითარებაზე. ჩვენ გახლავართ სოციალური საწარმო ბაბალე, რომელიც უკვე 9 წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს შეუწყოს ხელი განვითარებაში. დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ვართ აქ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ აქ ვართ ამ პროექტში ვართ ჩართულები, ევროკავშირის რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და გვიხარია, რომ უკვე ჯერ ადრეა, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი სტუმრობს და ათვალიერებს ჩვენს ნივთებს. ჩვენი პროდუქცია არის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთების მოტივებს დამზადებული, ყველაფერი არის ხელნაკეთი და დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ მოგცეს საშუალება უკვე წლების განმავლობაში დავასაქმოთ ქართველი ოსტატები და ხელი შეუწყოთ ჩვენი ისტორიის გამრავალფეროვნებას, შენარჩუნებას და თანამედროვე სტილში მოყვანას. რაც დრო გადის, უფრო მეტად ინტერესდება ახალი თაობა ჩვენი ისტორიით და სამკაული